საღამო 7-ის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ. გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკამ მდგრადობას ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით ივნისში ექსპორტმა რეკორდულ მოცულობას მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,4%-ით გაიზარდა. პოზიტიური ტენდენციებია ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებითაც. გაზრდილია საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომელმაც ბოლო 6 თვეში 12 მილიარდ 925 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში პროგნოზირებენ, რომ ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული მზარდი ტენდენციები პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. დეტალებით სოსო ელისაშვილი. რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისა და გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნებას აგრძელებს. საქსტატის მონაცემებით მხოლოდ ბოლო 6 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 61,7%-ით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი 5,8%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონ 400,000 დოლარი შეადგინა. საქართველოდან ხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა კი 3 მილიარდ 876 მილიონ 300,000-ია. ექსპორტის მოცულობის ზრდა დიდწილად განპირობებულია ადგილობრივი ექსპორტის მოცულობის ზრდაზე, რომელიც მთლიანი ექსპორტის 60%-ზე მეტ შეადგენს და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 61%-ით არის გაზრდილი. ქვეყნები, სადაც გაგვაქვს ადგილობრივი პროდუქცია, გახლავთ თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი, ხოლო პროდუქცია ეს არის ძვირფასი თონები, ფეროჩინანოები და სპილენძის მადნები და ასევე ნავთობპროდუქტები. ყველა თვეში არის ძალიან დიდი ნახტომი. მოყოლებული იანვრიდან ივნისის ჩათვლით ყველა თვეში გვაქვს 60%-ზე მეტი მატება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ბიზნეს აქტივობა, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და ექსპორტის მოცულობა იზრდება, რაც ჯამში სახელმწიფოს განვითარების მაჩვენებლებზე პოზიტიურად აისახება. მინისტრის მოადგილის თქმით, დადებით დინამიკასა და რეკორდულ მაჩვენებელს ხელს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნეს გარემო უწყობს, რაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების საქართველოს ბაზარზე საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს კიდევ და კიდევ ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე, გახსნან სხვა მიმართულებით, სხვა პროდუქციის მრეწველობის თუ საწარმო სიმძლავრეები გააფართოვოთ, რაც საბოლოო ჯამში აისახება როგორც ექსპორტის მაჩვენებლებზე, ასევე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, დასაქმების და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა და ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები. ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ საერთაშორისო წამყვანმა სარეიტინგო კომპანიებმა გარე ფაქტორებისა და გამოწვევების მიუხედავად საქართველოსთან მიმართებით ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდეს. ანალიტიკოსების შეფასებით ხელისუფლების სწორი ეკონომიკური ვექტორებისა და ნაბიჯების შესაბამისად ექსპორტის დივერსიფიკაცია მოხდა, რაც როგორც ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე ლარის კურსის გამყარებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზეც აისახა. სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ სარეიტინგო სააგენტოები წამყვანი გაზარდეს წლის პროგნოზი ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 2%-ული პუნქტი, რაც საკმაოდ მაღალია. თუ გავითვალისწინებთ რა სიტუაცია რეგიონში, როგორი არის ევროკავშირში დინამიკა და რა გამოწვევები არსებობს. ჩვენ გვჭირდება ახალი ბაზრები, საექსპორტო ბაზრები გულისხმობ და აქედან გამომდინარე გვჭირდება მზარდი ბაზრები. რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება ექსპორტი, მით უფრო მეტი საქონელი გაიყიდება, უფრო მეტი დოლარი შემოვა, უცხოური ვალუტა შემოვა და ბუნებრივია საისახება გაზრდილ ბიუჯეტზეც, სავალუტო კურსზეც, შევხედავთ ხო როგორ მყარდება, საერთაშორისო რეზერვებზეც. ექსპერტები უსვამენ ხაზს, რომ სავალუტო რეზერვები სარეკორდო მაჩვენებელს გასცდა და ტენდენცია კი სამომავლოდაც შენარჩუნდება და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 7,9 მილიარდს მიაღწევს. ეკონომიკის ზრდის პარალელურად პოზიტიური მაჩვენებლებია ტურიზმის მიმართულებითაც. მიმდინარე წელს საქართველოს 3 მილიონამდე ვიზიტორი ეწვია. განსაკუთრებული ზრდა ევროპული ბაზრებიდან ფიქსირდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან იანვარ-ივნისში საქართველოში 259,201 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,4%-ით მეტია. გაზრდილი ამავე ბაზრებიდან მიღებული შემოსავალიც. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე აქტიურად გრძელდება ბაზრების დივერსიფიკაცია და ევროპის მასშტაბით მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. თეკლა ბესტავიშვილი გიამბობთ.
რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველო უცხოელი ვიზიტორებისთვის კვლავ მიმზიდველ მიმართულებად რჩება. 2026 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. მათგან 2.300.000 ტურისტული ვიზიტი იყო. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების შედეგად ზრდა სწორედ ახალ სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრებზე შენარჩუნდა. სწორი სახელმწიფო პოლიტიკის ბაზრების დივერსიფიკაციის და ეფექტიანი მარკეტინგული აქტივობების შედეგად გვაქვს ორნიშნა ზრდა თითქმის ყველა სამიზნე ბაზრიდან, როგორიც არის ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და შუა აზიის რეგიონი. ეს არის თანმიმდევრული მუშაობის შედეგი, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ, როგორც საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებით საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ავიამიმოსვლის გაძლიერების და სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. რეკორდულად გაიზარდა ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყნებიდან საქართველოში თითქმის 250.000 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 23.4%-ით მეტია და ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. მზარდია ინტერესი აზიის ქვეყნებიდან. ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობა 16.7%-ით გაიზარდა და თითქმის 55.000-ს მიაღწია, ხოლო შუა აზიის ქვეყნებიდან 2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით საქართველოში 115.000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს შედეგები გაფართოებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება, რამაც საქართველოს ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების შესაძლებლობა მისცა. დღეს გვაქვს ის მაჩვენებელი, რომ გაზრდილია ტურისტების რაოდენობა ევროპული ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ბრიტანეთიდან, რაც ძალიან მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ავიამიმოსვლა ძალიან ასტიმულირებს მსგავსი ტიპის ვიზიტებს და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება სტატისტიკურ მონაცემებში. რაც შეეხება წინაპირობა ამ ესე ვთქვათ ზრდის მაჩვენებლის გახლავთ, როგორც კერძო სექტორის მხრიდან, ასევე საჯარო ინსტიტუტების მხრიდან დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის მისამართით ცნობადობის გაზრდას და შესაბამისად ინტერესს ქვეყანაში მოგზაურობის. ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლები პირდაპირ ქვეყნის ბიზნეს გარემოზე აისახება, განსაკუთრებით კი ტურისტულ კომპანიებსა და სასტუმროებზე. ვფიქრობ, რომ აუცილებლად 2026 წელი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 2025 წლის შედეგებს. დღეს ასევე ვნახეთ, რომ ივნისის თვიდან დაემატა სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირ რეისები, საიდანაც ასევე მაღალხარჯავნარიანი ტურისტების მოზიდვა შეუძლია საქართველოს. ხედავთ, შანხაი თბილისის რეისები არის დამატებული პირდაპირ, რაც როგორც ტურიზმს, ასევე მთლიანად ეკონომიკას უწყობს ხელს. საქართველო მოგზაურებს არამხოლოდ მრავალფეროვანი ბუნებით, არამედ უნიკალური გემოებითაც იზიდავს. უცხოელი სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ქართული სამზარეულოა, რომელიც მათ მოგზაურობას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. ჩვენ საქართველოში ერთი კვირით ჩამოვედით. ამ ერთ კვირაში საქართველო ძალიან შეგვიყვარდა. აქაურობა ულამაზესია, ხალხი სტუმართმოყვარე და თბილი, ღვინო კი მართლაც შესანიშნავია. განსაკუთრებით მოგვეწონა ხაჭაპური, საოცრად გემრიელია. დიდი მადლობა საქართველოს ამ თბილი მიღებისთვის. აუცილებლად კიდევ დავბრუნდებით. საქართველო ძალიან მიყვარს და აქ პირველად არ ვარ. ყოველთვის მინდოდა კახეთის, მარნებისა და ძველი ქალაქის მონახულება. ამჯერად ჩემი ოჯახის წევრებიც ჩამოვიყვანე, რომ მათთვისაც მეჩვენებინა ეს ულამაზესი ქვეყანა. ერთად ვიყავით კახეთში, დავათვალიერეთ ულამაზესი ბუნება. ახლა კი ძველი თბილისის ტურს ვატარებთ. საქართველო მართლაც საოცარი ქვეყანაა და აქ დაბრუნება ყოველთვის დიდი სიხარულია. ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის მთავარი მიმართულება ბაზრების კიდევ უფრო გაფართოება და საქართველოს ცნობადობის გაზრდა. მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები და საერთაშორისო პარტნიორობები ხელს უწყობს ახალი ვიზიტორების მოზიდვას, ხოლო გაფართოებული საჰაერო კავშირები მოგზაურობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. დღეს საქართველოში 85 ავიაკომპანია 125 მიმართულებით ოპერირებს, რაც ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის. ქართული ეკლესიისა და სასულიერო პირების შეურაცხყოფა მძიმესენით დაავადებული ადამიანების დაცინვა, შშმ პირების დისკრიმინაცია და ხანდაზმული ადამიანების დამცირება. ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველმა რიტორიკამ ინტერნეტ სივრცეში სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამჯერად საუბარი ერთ-ერთ პოდკასტში დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის მიმართ გაჟღერებულ უცენზურო გამონათქვამზე. ღირსების შემლახავი ხუმრობის ავტორი ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილია, რომელიც
მსგავსი შეურაცხყოფელი რიტორიკით გამოირჩევა, ამას ადასტურებს ინტერნეტ სივრცეში მისი მონაწილეობით არსებული არაერთი ვიდეო მასალა. ნოდარ დუმბაძის შესახებ გაშღერებული უცენზურო გამონათქვამი კი უკვე შეფასდა ერის შეურაცხყოფად. ანა შანიძე გიამბობთ. ნოდარ დუმბაძე მაჩოს გული მოვთ ზოგჯერ რთული დასაჯერებელია ის, რაც გესმის, თუმცა ფაქტია, შეშილმო პირების, მძიმე სენით დაავადებულების და ხანდაზმული ადამიანების საჯარო დამცირების შემდეგ ინტერნეტ სივრცეში დიდი ქართველი კლასიკოსის მიმართ შეურაცხყოფაც გაისმა. ერისთვის გამორჩეული და გენიალური იუმორით დაჯილდოებული ნოდარ დუმბაძის მიმართ უცენზურო ლექსიკა იმ პოდკასტში გამოიყენეს, რომელშიც იუმორს ცდილობენ. ვინმე გეზიზღება? კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს. ანრი ჯოხაძე. ნოდარ დუმბაძე მაჩოს გული მოვთ ჩვენი მთავრობა გული ანასტასია ბენდუკიძის პოდკასტში მწერლის მიმართ ღირსების შემლახავი ფრაზის ავტორი ონისე ოქრიაშვილია. ინტერნეტ არქივი ადასტურებს, რომ კომიკოსად წოდებული სიძულვილის რიტორიკას ხშირად მიმართავს. მათ შორის არ ერიდება მართლმადიდებლობისა და სასულიერო პირების შეურაცხყოფასაც. როგორც კი შემოვიდა ეს მღვდელი სახლში, ეს რაღაცა თქვა, რომ ეს სახლიო ისეთი დაწყევლილი იყო, შეიძლება გვაყდაროს. ქვია? არა, იონამ ქვია, მაგრამ წინასწარმეტყველი იყო, ვეშაპარო გადაყლაპა, ეგ იყო იონა. მამაში ამფიქრო, რომ მაგის სახე უნდა დავარქვა. იმას რა ერქვა, ვეშაპარო მოჯვა? ხო, აი ეგ მინდა ერქვას ჩემს ვაშკაცს. სკოლიდან მოვედი სახლში და შემთხვევით ტელევიზორი ჩავერთე და ის ვიდეო გაიჩნდა, ბარამიძე რო ეკლესიას ამგრევდა. და მე კიდე ეს მინდა გამოვიდე. რა ქვია ამ პროფესიას, მეც მინდა რომ ეკლესიების ნგრევა შემეძლოს ტრაქტორით და მაგაში ფულს მიხდიდნენ. აი ის ბებოები რა სტარტაპებით ირჩიან ახლა თავს, რომლებიც ადრე მოხალულ გოგრის გულებს ყიდნენ და იმ სელპაკებს და იმას რა. მაინც არიან. ანუ საგრძნობლად შემცირდა მათი რაოდენობა. გადაშენდნენ. აუ დაიხოცნენ ალბათ მარტო. ვისი ამბობს გარემოვაჭრე. ზედმეც რო გიყრიდა ერთი ჭიქით, იმიტომ რომ თავის გარდაცულ შვილიშვილს აგონებთ რაღაც ეგეთი სახეზე. ჩემ ნიკუშას გავხართა რო ტირის და გიყვარს სემიჩკა. სემიჩკა გადაცდა იმასაც. იუმორისტობის მცდელობის პარალელურად ონისე ოქრიაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივობებითაც არის დაკავებული, მათ შორის აქციებზე, ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი. ქადაგება და მოწოდება არ არის, ყველას თავისი არის. ქადაგება არა, ეს არის პროტესტი ალბათ. პროტესტი არის საპროტესტო ადგილას გამოსახვევი და აქ არა. ოპოზიციის აქტივისტის მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ პოდკასტში გაშღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზას საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ყველა გურულს შეეხემაგით, განსაკუთრებით ყველა გურულს შეეხემაგით. თუი შენი დარჩენილი ცხოვრების რა ვთქვი მე და აი ვინც მანდ ხარ და ვინც მაგას ტაშს უკრავ. თქვენ ხართ აი სამარცხვინო ნოლი ხალხი. აი ვინც ეგ იკადრეთ და ვინც მანდ იცინით და რაღაცას ღლიცინებთ, აი სულით პატარები, ყველანაირი გაგებით პატარა ხალხი ხართ. უცენზურო გამონათქვამის დაგმობა უჭირთ ნაციონალურ მოძრაობაში. პოდკასტში გაშღერებულ შეურაცხმყოფელ რიტორიკას ეროვნულ ფასეულობებთან ბრძოლა დაფასებს საპარლამენტო ოპოზიცია. ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, როგორ გასცემდა პასუხს აი ამ სისაძაგლეს და აი ამ ხალხს, ვინც რატომღაც უჯერებს, უცხოურძალებს და უნდა რომ დაამკვიდროს საქართველოში არასწორი წესი, არატრადიციული მიმართულებები, ბულინგი, რაღაც ბილდსიტყვაობა, ქართული მოვლენა და ქართული ფენომენი არ არის, რომ ვინმე დააკნინო და ბულინგი განახორციელო. და ეს უნდა ზუსტად ამაზე ვსაუბრობ ჩვენ, რომ ანტიქართული წესის დამკვიდრება უნდა და ამისი დაფინანსება ხდება უცხოეთიდან. ხაზე რო გადაყურადღება იუთუბერებზე წყალებში არის უბრალოდ არაადეკვატური. არასერიოზულად მეჩვენება YouTube პოდკასტებზე ვაკეთო კომენტარი. წლების განმავლობაში ქვეყნის გარედან წახალისებული სიძულვილის კამპანიის ფონზე სიძულვილის ენის მორიგი ფაქტი გასაკვირი არ არის სახელმწიფო გუნდისთვის. ქართული ოცნება შეურაცხმყოფელ რიტორიკას გმობს და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს. სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა, დაპირისპირების მცდელობა,
იგივე თუნდაც რევოლუციების მოწყობა, ექსტრემისტული ჯგუფების შექმნა, ძალადობრივი ორგანიზაციების დაფინანსება, ახალისება, ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული და ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში წლების განმავლობაში. და ის, რასაც ხედავთ დღეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. სკერს ქვემოთ აცემულ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ნოდარ დუმბაძის სიტყვებით თუ უპასუხებთ, რომ როდესაც შუბლის ზარღვი წყდება, შემდეგ ცხოვრება მარტივდებაო და ამ ადამიანებისთვის ცხოვრება ძალიან გამარტივებულია. რასაც რა თქმა უნდა სათანადო პასუხი და შეფასებები საზოგადოების მხრიდან მოყვება კიდეც და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანიც არის ყველანაირი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში იყოს განულებული. ამას ხარს უჭერენ მათ შორის სხვადასხვა საგარეო აქტორებიც. საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციის ფონზე ამ დრომდე არაფერი უთქვამს ანასტასია ბენდუქიძეს, რომელიც იმ გადაცემის ავტორობასთან ერთად, სადაც მწერლის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენეს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია. სოციალურ ქსელში მხოლოდ უნისე უქრიაშვილის იმ ვიდეოს გაზიარებით შემოიფარგლა, რომელშიც გინების ავტორი ამბობს, რომ პოდკასტში ჰიპოთეტურად საუბრობდა. გინება კი არ არის ჰიპოთეტურად ლაპარაკობთ, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს და მერე მის გულს. და სხვაჯერ კომედია მაგიტომ მუშაობს ხშირ შემთხვევაში, რომ მოულოდნელი არის იმ კონკრეტულ კონტექსტში და მაგიტომ ეცინებათ ადამიანებს. არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ ბოლო ერთია, კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერილი ნოდარ დუმბაძის ეს სიტყვები დღეს მისი შეურაცხყოფის მსურველებზეც ბევრს ამბობს. კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება სიძულვილის ენის გამოყენებაზე საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელხვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. დღეს სასამართლომ კანონდამრღვევებად კიდევ რამდენიმე პირი ცნო, რომლებსაც ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სამმართველო საჯარო სივრცეში აგრესიული რიტორიკის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს. ნანკო წითელაშვილი გიამბობთ. ცისანა მინდიაშვილის აგრესიული რიტორიკის შემცველმა საჯაროდ დაწერილმა კომენტარმა, სადაც ის თამარ ქორიძეს დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, ადრესატს თავის შეურაცხყოფილად აგრძნობინა. ქორიძემ შესაბამის უწყებას მიმართა. საქმე დღეს საქალაქო სასამართლომ განიხილა და ცისანა მინდიაშვილი 1500 ლარით დააჯარიმა. სამართალდამრღვევმა ჩადენილი ქმედება დაადასტურა და ბოდიშიც მოიხადა. ხალბატონმა თამარმა თავად მოგმართა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით და განმარტა რომ მას შემდეგ რაც მან ატვირთა სოციალურ ქსელ Facebook-ში ვიდეო ამ ვიდეოს კომენტარებში დაიწერა შეურაცხყოფელი ასე ვთქვათ კომენტარი რომელიც ნამდვილად ნახავდა მის ასე ვთქვათ ღირსებას. ხალბატონმა ცისანამ თავად აღიარა სამართალდამრღვევის ჩადენის ფაქტი მოცემულ შემთხვევაში განმარტა და ასე ვთქვათ მოინანია აღნიშნული შემთხვევა. 1500 ლარით დაჯარიმდა კიდევ ერთი მოქალაქე. როსტომ ჟორდანია დავით ზარდიაშვილის მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. ჟორდანიას ხდომას არ ესწრებოდა. უქმეჩამდგენი ორგანო ბატონ როსტომს ედავებოდა დავით ზარდიაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში აგრეთვე დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებული იქნა არაერთი უტყუარი მტკიცებულება და სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ასევე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახტელის სახით განისაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა ბადრი შუპლაძეც. ნაციონალური მოძრაობის წევრმა შეურაცხყოფა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მიაყენა. სხდომაზე შუპლაძემ ჩადენილი ქმედება დაადასტურა და თქვა, რომ ამას არ ნანობს. ის რაც ჯაღმაიძეზე დავწერე, ვაღიარებ რომ მე დავწერე, მაგრამ იმასაც ვაღიარებ რომ არ ვნანობ, იმიტომ რომ მან მე უფრო მეტი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც ევროპას და ევროპელებს ლანძღავს. ბატონმა ბადრიმ თავადაც აღიარა რომ შეურაცხყოფელი სახის კომენტარი იყო მის მიერ დაწერილი, თუმცა აღნიშნულს არ ნანობდა. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა როგორც სავარაუდო სამართალდამრღვევას 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაიდო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება. თბილისის გარდა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საქმე განიხილა ხაშურის რაიონულმა სასამართლომ. ავგი ბალაბანოვა თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. ფედერალისტების ლიდერმა შესაბამის უწყებას თავად მიმართა.
არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების სკანდალი დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ხელისუფლების სისტემურ პრობლემებს ამხელს. საუბარია არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, კონსერვატიული პარტიის წევრი ხვდება, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მეძავად მოიხსენია. ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჯაროებს მეორე უმძიმეს ფაქტსაც, როდესაც ბრიტანულმა პოლიციამ მოძალადეების ნაცვლად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას მამა დააკავა. დიდ ბრიტანეთში არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ბანდების სკანდალი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისშიც. დეტალებით საუმე გობრონიძე. 10-year-old girl. 10 წლის გოგონა მას მეძავად მოიხსენიებენ. როგორ შეიძლება 10 წლის გოგონას ასე უწოდო, როცა ის ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლია. ბრიტანეთის პარლამენტის წევრის მხრიდან ამ უმძიმესი ბრალდების ადრესატები ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. კონსერვატიული პარტიის წევრი კრის ფილპი უმძიმეს დანაშაულებზე ღიად საუბრობს. მან სექსუალური ექსპლუატაციის საქმეების რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. მათ შორის იყო საქმე, რომელშიც მსხვერპლი 10 წლის გოგონაა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ არასრულწლოვან გოგონას, რომელიც მიგრანტებისგან ფორმირებული არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ორგანიზებული ჯგუფების მსხვერპლი გახდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეძავი უწოდეს. ფილპის განცხადებით, იყო კიდევ ერთი შემთხვევაც, რომელიც მუზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება. საქმეში პაკისტანური წარმოშობის ტაქსის მძღოლები ფიგურირებდნენ. მამა ცდილობდა საკუთარი ქალიშვილის დახსნას ბინიდან, სადაც მასზე ძალადობდნენ. ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა მოძალადეების ნაცვლად გოგონას მამა დააკავეს. შემხვდა კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც არსებობდა დნმ-ის მტკიცებულება, რომ დაახლოებით 10 ან 11 წლის გოგონა გააუპატიურეს, ხოლო სამეფო პროკურატურის სამსახურმა როგორც ჩანს ის თანამზრახველად მიიჩნია. იყო კიდევ ერთი შემთხვევაც, როდესაც მამა ცდილობდა თავისი ქალიშვილის გადარჩენას, რომელზეც ერთ-ერთ ბინაში პაკისტანური წარმოშობის ტაქსის მძღოლები ძალადობდნენ. თუმცა პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ დაეკავებინა მამაკაცები, რომლებიც მის ქალიშვილს აუპატიურებდნენ, თავად მამა დააკავა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს დანაშაულები შემთხვევით კი არ არამედ განზრახ, შეგნებულად და მიზანმიმართულად დაფარეს. მიუხედავად ამისა, არც ერთი ადამიანი, არც ერთი არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. ბრიტანეთის ხელისუფლების სისტემურ პრობლემებთან და უმძიმეს ბრალდებებთან დაკავშირებით თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლები საუბარს თავს არიდებენ. ამბობენ, რომ საკითხს არ იცნობენ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ქმედებები რიგ ევროპულ ქვეყნებში დღეს არსებული ცივილიზაციური უფსკრულის მორიგი გამოვლინებაა ხალხის ძალისა და მმართველი გუნდისთვის. კანონმდებლების განცხადებით, ადამიანის უფლებები და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ფუნდამენტური პრინციპია და სამწუხაროა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება დღეს ამ ღირებულებებისგან შორსაა. რაც უფრო მეტ ასეთ ინფორმაციას ვისმენთ, კიდევ ერთხელ წმუნდებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადების ისტორიაში, რომ სამწუხაროდ ევროკავშირი და ევროპული რიგი ქვეყნები ახლა ცივილიზაციური უფსკულის პირას არიან და მნიშვნელოვანია, რომ რეალურად კონსერვატორული და რეალურად ქვეყნის სუვერენიტეტზე და ქვეყნის ღირსებაზე მზრუნველი ადამიანები, პოლიტიკური ძალები მომრავლდნენ და გამოფხიზნენ, რასაც ვხედავთ კიდეს. იქ სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი იმით ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ყავსო ინგლისშიო. სამწუხაროა, მაგრამ ახლა აღარ არის გასაკვირი იმის მერე ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასეთი სისაძაგლეები რომ განაცხადოს, მათ შორის 10 წლის ბავშვზე თქვას, რომ ეს არის მეძავი და ასე შემდგომ. აი ეს უბედურებაა ზოგადად, რომ ამაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება კონდეს ახლა ხელისუფლებაში საზოგადოებას და ქვეყანას. და ეს ხალხი მერე ჩვენ გვასწავლის ბავშვთა უფლებების დაცვას. ბრიტანელი კონსერვატიული პარტიის წევრი საჯაროდ აცხადებს იმასაც, რომ ამ სისტემურ პრობლემებს ბრიტანეთის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი ხელსაფარებდა და დღემდე არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის. ლენდახის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყოთ რეჟიმში გრძელდება, ინტენსიურად იწმინდება გზები, მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაც. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია, თუმცა მოქალაქეები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით გადაადგილდებიან. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. ადგილზე უახლოეს დღეებში გეოლოგებს ელოდებიან. დეტალებით თეონა ფარულავა და ბორენა ონიანი.
ღვარცობი, დატბორილი გზები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. მეორე დღეა ლენტეხში მეწყრულ პროცესებს ებრძვიან. სტიქიის ეპიცენტრი საყდრის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა და ათობით სოფელი დროებით გარე სამყაროს მოწყდა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ვითარება სტაბილურია. ცენტრალურ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გადაადგილება ტექნიკის დახმარებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით არის შესაძლებელი. ზარალი შემწევრული კომისია შექმნილია, ადგილზე მისვლით შეისწავლის იმ კერებს და ლოკაციებს, სადაც ეს საჭიროებას წარმოადგენს. უახლოეს პერიოდში მუნიციპალური კომისია დადებს შესაბამის დასკვნას, თუ რა ვითარება გვაქვს კონკრეტულად სოფლებში. ვფიქრობთ, რომ უკვე ნორმალიზებული იქნება ყველაფერი, ამდენი ტექნიკა თავმოყრილი არის რაიონის ხელმძღვანელობა პირველი პირებიდან დაწყებული ყველა აქ ვართ და ვაკეთებთ მაქსიმუმ საიმისოდ, რომ ვითარება ჩადგეს რაღაც ნორმალურ კალაპოტში. უხმანალექმა საყდრის ხიდის მიმდებარედ მიწის მასის ჩამოშლის გარდა მდინარის ადიდება გამოიწვია. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა. ქუთაისი წყალტუბო-ცაგერი ლენტეხი ლაზდილის საავტომობილო გზის 98 კილომეტრზე ადიდა მდინარე და გადმოვიდა საავტომობილო გზაზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდა საავტომობილო მიმოსვლა. წყლის დონის დაწევისთანავე დავიწყეთ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა. სტიქიამ განსაკუთრებით სამი სოფელი, საყდარი, დურასი და ესიერი დააზიანა. ძლიერი ღვარცოფისა და წყლის ნაკადის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა. ზარალს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი ითვლის. გაიწვიდა გზები და მისასვლელი არის თითქმის ყველგან. სადაც საჭირო არის გუშინ დიდი წვიმების გამო ადიდეს მდინარე და გადაიკეტა სოფსაყდრის ხიდი, ეს არის ცენტრალური ხიდი, რომელიც უკავშირდება მესტიას. თერი დღე მუშაობდა აქ საგზაო დეპარტამენტიდან ასმოსული იყვნენ და მე ხამე ავედი გვიან აქედან და მუშაობდნენ და აქ დაუტოვე მშვენივრად. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ტურისტებიც, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა შეექმნათ, თუმცა შესაბამისი სამსახურების დახმარებით დამეწყრილი ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვეს. შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან სწრაფად და პროფესიონალურად იმოქმედეს, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ტრაქტორით მგზავრობა. ეს ნამდვილად უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნა. საქართველოს საოცარი ქვეყანაა და აუცილებლად კიდევ დაუბრუნდებით. მართლაც ძალიან მოგვეწონა საქართველო, ხალხი ძალიან თბილი და სტუმართ მოყვარია. მიუხედავად გზაზე შექმნილი სირთულეებისა, სამაშველო და საგანგებო სამსახურებმა ყველაფერი დროულად მოაგვარეს. გზა სწრაფად გაწმინდეს და უსაფრთხოდ გაგვიყვანეს. ვაფასებთ თითოეული ადამიანის შრომას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. დიდი მადლობა საქართველოს, გვიყვარს საქართველო და ამ მოგზაურობას ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით გავიხსენებთ. ლენტეხში მეწყრული პროცესები გუშინ განვითარდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა, იწმინდება გზები. სტიქიის ზონაში ელოდებიან გეოლოგებსაც. კოოპერატიული ბინეთ მშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება. საცხოვრებელი ფართობით დიდი ღომში კიდევ 58-მა ოჯახმა მიიღო. ბინების სიმბოლური გასაღები მათ დედაქალაქის მერმა გადასცა. პროექტი, რომლის განხორციელებაც 2018 წელს დაიწყო, მიზნად ისახავს 1990-იან წლებში შეჩერებული პროექტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში წლის ბოლომდე 12 პროექტი დასრულდება და კიდევ 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. დეტალებით მარიამ რადიანი. დღეს ჩვენ მხოლოდ ბინებს არ გადავცემთ. დღეს ადამიანებს ვუბრუნებთ იმას, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ. თითქმის 40 წლიანი ლოდინის შემდეგ დღეიდან 58 ოჯახის საცხოვრებელი მისამართი დიდი დიღომი, კერძოდ კი ვილა დევიცვილი გახდა. კოოპერატიული ბინეთ მშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ მოქალაქეებს ბინების სიმბოლური გასაღები დღეს დედაქალაქის მერმა პირადად გადასცა. სიტყვით გამოსვლისას კახაკალაძემ მოქალაქეებს ახალ საცხოვრებელ ფართებში გადასვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება მისი წინა საარჩევნო ერთ-ერთი დაპირება და პრიორიტეტი იყო. ერთ-ერთმა თავრობამ, ერთ-ერთმა დედაქალაქის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება. არ დარჩება არც ერთი ოჯახი, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო ეს სიტყვები, რომელსაც არ დავაკმაყოფილებთ. ყველა ოჯახი იქნება
აუცილებლად დაკმაყოფილებული და მიიღებს თავის საცხოვრებელ ფართს. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიამაყე, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებით უამრავ ოჯახს, უამრავ ადამიანს აბედნიერებს. სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა აწარმოა და პროექტის ვადაზე ადრე დასრულება შეძლო. დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ბლოკის დაახლოებით 40%-ია განკუთვნილი. ამ დროისთვის ბინებით დაკმაყოფილებულ ოჯახთა რიცხვი 2500-ს აჭარბებს. ჯამში გამოცხადებული არის 33 ინტერესთა გამოხატვა, საიდანაც მიმდინარე არის 29, სადაც უკვე ყველა პროექტში მშენებლობის ნებართვა არის მოპოვებული და როგორც ვიგითხარით, ეტაპობრივად ყველა ასე დაზარალებულ პირს ქალაქ თბილისის მერია გადაცემს საცხოვრებელ ფართებს. მოქალაქეები, რომლებსაც დღეს საკუთრებაში ბინები გადაეცათ საცხოვრებელ ფართებს 80-იანი წლების შემდეგ ელიან. ხანგრძლივი ბრძოლისა და გაჭიანურებული პროცესების შემდეგ ნანა დიაკონიძე და მარინე თაბორიძე თავიანთ ოჯახებთან ერთად ახალ ბინებში ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. სულ ვკითხულობდი, აი როდის რა გვიყურება, არა, არაფერი პერსპექტივა არ ქონდა. მე რომ გამოცხადა 2022 წელს გონი 2022-ში, უკვე რო ეს ქულები უნდა შეგვეგროვებინ, იმის მიხედვით რიგითობა უნდა დაცული იყო. გავაკეთეთ, მოგცეს ეს ქულები და მე რაში შევიტანე ქონების მართვის სამართლოა იქ, ხო? და იმის მერე 4 წელიწადში ხელშეკრულებაც მოგცეს ყველაფერი. ძალიან მომეწონა ბინა. აი რა ვიცი მე ძალიან კომფორტულია, ნამდვილად ჩემთვის იქ არ მქონდა არანაირი კომფორტი ძველ სახლში. სრულად მოულოდნელად დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენი ბინა მზად არისო და შეგიძლიათ გადმოხვიდეთ საცხოვრებლად. ასე რომ დიდი სიხარული გამიცადეთ. ქართულ ოცნებას დიდი მადლობა, ბატონ კახის დიდი მადლობა და მადლიერება იმისთვის, რომ აი ეს წლები 36 წელი შეგვიცვალა სიხარული, დაპირება აგვისრულა და დღეს ვართ ყველა ბედნიერები. კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული ოჯახების დახმარება ამით არ შემოიფარგლება. მიმდინარე წლის ბოლომდე ბინები კიდევ 600-მდე ოჯახს გადაეცემა. 2029 წლისთვის კი 17 პროექტის დასრულებაა განსაზღვრული. ანალოგიური პრობლემით მერიას ჯამში 3500-მდე ოჯახმა მიმართა, რომელთაგან 2500 უკვე დაკმაყოფილებულია. ეს ყო პოზიტივის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.